გამარჯობათ. ფეხებს თუ მივაწვდნენ ძირს, ეგ მაინტერესებს ძალიან. სუკანი კაციც კიდე არ მინახავს ასეთ მოტოზე. ნახოთ აბა. გამარჯობა, კაიო. ვაიმე დედა. ნელას ვიადია. ვაიმე დედა. ბიჭო ხომ არა, სამაგიეროდ სუბუქი არის. და მე მგონი, რა ვიცი. მე მგონი ბევრჯერ დავილეწე. აუ როგორ მაინტერესებს რას ვიზამ. ჯერანაირად დავალ. ჰა? გატარებას ვაპირებ. ხო არა? ვაიმე ჩავალე ხა ქვევით ტრასაზე ბენზინს ჩავასხავ თანამთიახშიც უნდა გავიარო და თან გაჩვენებთ აქაურობას რა ვაი დედა ჩვეულებრივად დავტრიალდი ძმაო მართლა ცოტა კი არა საერთოდ განსხვავებული არის ჩემი მოტოსგან მაგრამ ძალიან სასიამოვნო სამართავია და მგონია რომ ეს ძაღლები შემჭამენ აი ესე ხელით ხო არ ჩავიყვან ხოლმე ამის დედავადი რო გამოუშვა ჩემი ძაღლი და ვაჭამო მათი თავი ჩათლახები ეს ვაჩ ვიჯო არა ამის ტარება მართლა ვარჯიშია ცოტა არ იყოს სასიამოვნო ამბავია ამორტიზაცია რომ მუშაობს მოტოციკლებზე ზოგადად так საფაჩასლოსო შემიძლია საფათა ნუ ჩემ მოტოსთან შედარებით საფათა ვაუ ფერზე დამდგარი კარებად გასწორებს აი ეს არის ეს ადგილები მეგობრებო სადაც ენდუროს ფლობელები ამოდიან და დაქრიან და დახტუნაობენ ამ გორაკებზე და მთებზე მე ხა ჯერ არ შევალ მან ჯერ ოდნავ მაინც რაღაცა მოუშინაურდე ასე ვთქვა მოტოციკლით ხა მოტოთი გასვლა ტრასაზე მე მგონი არ შეიძლება იმიტომ რომ პავაროტნიკები არ მაქვს სარკეები არ მაქვს მაგრამ ახლოს მივდივარ რა და თან გაუშინაურდები ცოტა მოტოს და თან საქმესაც გავაკეთე ბიჭო შენ რა იყო ჰარლიზე არ დამსდევს ეს შოფელ ძაღლი და საერთოდ არც ერთი ძაღლი არ დამსდევს ჰარლიზე ამ მოტოციკლზე რა იმართება აუ და სარკეების გარეშე რა ცუდია გამარჯობა ნუ გზასაც როგორც ხედავთ მეგობრებო ამ მოტოსთვის არის ეს გზა ხალხი ეძებს ეს ერთ-ერთს და მე ცხოვრობ
ყველაფერში პოზიტივი უნდა ვეძებო. ვოუ, ცოტა ცივა. ოპა! როგორც ამ ბაიკის პატრონმა გავაფრთხილა, სველ გზაზეო, უფრთხილდიო, ძალიან სრიალებს, აგრიშკები, ვო. ეს კიდე სიფრთხილე ჩემი მეორე სახელია. ჰა. მე გაზი ამბობ. სიფრთხილეზე ამბობენ თუ ხო? რაღაცა თავგადასავალი, ჩემი მეორე სახელია. რა კარგი ამ ბაიკი, სადაც კიდე გაიარე. აუ, ძალიან ხულიგანი მოტოა რა. გასაგებია უკვე მეგობრებო, მე თქვენი მესმის. ვისაც ენდურო ყავთ, მე თქვენი მესმის მეგობრებო. მე მგონია რომ სუპერ მოტო მჭირდება. ჰოპა. შოიხა ჩავალ იქ, სადაც ამოდიან ხოლმე ენდუროები და ვერ დაკვირდებით რომ ზუსტად იგივენაირადული და იგივე მარშრუტებს გავივლი, რასაც ისინი გადიან, მაგრამ დავათვალიეროთ მაინც რა, აი პირველ ჩასვლაზე დათვალიერებაც ნორმალური იქნება, მე მგონი თან ძალიან სისველი და ტალახია, როგორც ხედავთ და ესეთ ტალახში და სისველეში ენდუროს ტარებას კიდე ცალკე გამოცდილება ჭირდება ყველა ვარიანტში, ხო? უბრალოდ დავათვალიერებ ახლა. ოპა, უკვე საშიშია. შემეშინდა, ცოტა შემეშინდა. ვაი. აქ რა ხდება, ჩემი კაცი? ოუ, ზასრიალებს. დაკვალულზე გადასვლა. ცოტა არ იყოს უხერხული ამბავი არის. ზევით რა ხდება, ნეტა? ოპა. ვაა, გავიარე, ჩემი სად გავიარე. ვაა. ძალიან ურისკავ, ლაშა, ძალიან ურისკავ. აუ, სულელი ხარ, ჩემი კაი, ლაშა რა. გიჟი ხარ, ლაშა. ვაა, რა კაია აქე. წავყვეთ გზას. ვოუ, ლაშა, გიჟი ხარ, ლაშა, რას ურისკავ, ლაშა. Come on, დავაი. აუ, YouTube-ს დაუთხარი რა, თორე რამდენი მუსიკის იდეა მომდის, ეხლა რომ ამ ვიდეოს შეიძლება დაედოს სიგიჟე რო იყოს, მაგრამ დამიბლოკავს თუ რაღაცა მაიმუნობას გამიკეთებს, ხო ვიცი. ამ YouTube-ის კიდე რა ვერ ვისწავლე. ჰა, ნაკვალევი, ბიჭო, კიბეზე ვერ არა, ხა იმაზე მართლა ვერა. თუ ავა. თუ ვერა. მიგონი ვერა. აი, ასული რო იყო, უკვე ჩამოვიდოდიო რა. ლაშა, სად მიდიხარ? ლაშა, არა. არა. შედი, არა. არა. Wow! Akaba. Abak. Whoa! Რა კარგია. Wow!
აბა ხედა თუ გადავხტები. ვაუ. ბიჭო რა მაგარ ადგილზე მომიდით შევიდა. მეორე მხრიდან უნდა ჩამოსულიყავი მოწო და ნაშკარად. რომ მომეფიქრებინა ეგ. არ იქნებოდა უბრალოდ. მოკლედ ეს არის ახალი კონტენტი, რომელიც მინდა შემოგთავაზოთ, მეგობრებო. არა კონტენტისთვის რა. უბრალოდ ყველაფერს, რასაც ხედავთ ჩემ არხზე, არის ის, რაც მე მიყვარს, რისიკეთებაც მიყვარს. რეალურად რასაც ვაკეთებ. და ნუ რავი, მე მგონი გაასწორებს რა. არხი გამოიწერეთ აუცილებლად. ვიდეო დაალაიქეთ. დავიწერეთ თქვენი აზრი ამ კონტენტთან დაკავშირებით. მინდა დავამუღამო რა და თავარი კიდე რაც არის. წონაში მინდა რომ დავიკლო აუცილებლად. ვიცი რომ ენდურო დამეხმარება, მაგაში ძალიან პლუს მაგას. აი ხა ჯერ არ მაქვს მოწესრიგებული ის კუთხე, სადაც ჩემი სავარჯიშო კუთხე მინდა მოვაწყო ეზოში ჩემთან. შემდეგ ვიდეოში ალბათ თუ არა იმის შემდეგში მაინც, ნუ სადაც ენდურო იქნება, უკვე კუთხეც მზად მექნება რა. დამიწერეთ მართლა რეალური ციფრი, რამდენი შეიძლება დავიკლო აგვისტომდე, ნუ აგვისტოს ჩათვლითაც. ოღონდ ისიც გაითვალისწინეთ, რომ ივნისში წასვლა მიწევს გერმანიაში 1-2 კვირით და ეგ ჩაგდებაც გაითვალისწინეთ და მაპატიეთ წინასწარ. ხო და ანუ ლოგიკურად რაც შეიძლება დავიკლო, დამიწერეთ. ხო და მივიღებ ამ გამოწვევას, ნუ პირველ რიგში რა თქმა უნდა მე გავუკეთე ჩემ თავს ეგ გამოწვევა, მაგრამ თქვენც ჩაერთეთ რა. ხო. პირველი ვიდეოსთვის მე მგონი რავი და პირველი გატარებისთვის ზოგადად მე მგონი ნორმალურად ვიარე რა. რას ფიქრობთ? და ვინც ცოდნე ხართ ენდუროსი თუ სურვილი გაქვთ, აქ ბევრნი დადიან ჩემთან, შევხმიანდეთ, გაიჩითეთ. გავიაროთ, გამოვიაროთ რაღაც ტრიუკები მასწავლეთ. ტრიუკები რა, ნუ ერთადერთი რაც ვიცი, აღმართზე ასვლის დროს რომ ცოტა წინ უნდა დაჯდე და დაღმართზე დასვლის დროს, ჩასვლის დროს პირიქით რა. ერთი ეგ ვიცი და კიდე რაღაც ვიდეოები მაქვს ნანახი რომ ფეხით უნდა გეჭიროს უფრო ძირითადად მოტო და ხელები თავისუფლად და რაღაცები, მაგრამ პრაქტიკულად როგორ შეიძლება ეგ და არც წარმომიდგენია სიმართლე რო გითხრათ რა და რავი. შემოდით ინტერაქციაში მეგობრებო. ოღონდ რა თქმა უნდა, ზრდილობის ფარგლებში იყო აქ წინა ვიდეოში ამ არხზე რაღაცა ცოტა ისეთი მომართვები და რაღაცეები, რაც არ გვეკადრება. რავი, მე მგონია რომ ძალიან კაი სასტავი ვართ შეკრებილი ჩემს არხზე და იმედია კიდევ უფრო მეტი დაგვემატებიან. აქ ხა პირველად ვარ და ძალიან ლამაზი არის, ნახეთ რა მაგარი. ძალიან ბევრი ადგილი, ჯერ მხოლოდ ჩემი სახლის ირგვლივ მაქვს დასალაშქრი. და თან ნელა ვისწავლი რა ამ მოტოსტარებასაც ნორმალურად. არ ვიცი ხა პირველად ვიღებ ამ კონტენტზე ვიდეოს და ჯერ ისეთი სახე არ აქვს მიცემული რა, რაღაც ჩამოყალიბებული როგორც მოდკასტს მაგალითად. მაინც უფრო ალბათ ვლოგს დაიმგვანება ეს. და ნელა მინდა რომ ამ ვლოგებიდან გადაიზარდოს სრულფასოვან გადაცემაში რა. გადაცემა, ესე ქვია, თუ შოუ, თუ რაც ქვია, ხო ხვდებით, რასაც ვიძახი. წავედი ხა ვეღარ ვითმენ კიდე მინდა დავჯდე რა. კიბეზე რომ მოვადექი გიჟკიდეკა ისე მართლა რო არ წავიქეცი ჩემი. მეგობრებო, არ ვიცი, თუ ვინმეს მაღაზია გაქვთ, სადაც ენდუროსთვის ყიდით დამცავებს, ენდუროსთვის რა, ენდუროს ბრძოლისთვის დამცავებს ყიდით რაღაცას ისეს. რავი, შემეხმიანეთ რა, მაგის დედავატირი რა. რო არ დაქოქილიყო, ეხა ხო გავგიჟდებოდი. ოპა. ინახამ პირველი ფეილი. ოპა.
აბა ლაშა. როგორც ამოხვედი ხა, ისე კეთილინებე და ჩადი. ოპა, ვაი. ოპა. ადროს ჩაქრობა, ბიჭო. ე. ჩამოვედი. მაგარი ვარ რა, გეუბნებით რა. წინა ცხოვრებაში ენდუროს მძღოლი ვიყავი. ლაშა, არ გაუთამამდე, ლაშა. აუ, სრული სიგიჟეა რა. ძალიან ასწორეს მართლა, იმე რამდენად ვიცახი, არ ვიცი, მაგრამ მართლა ძალიან ასწორეს, დედასკეფიცებით, ხო სწორად მივდივარ. აი, ამ გზით ვარ ჩამოსული, კი ბატონო. და რატო ჩამოვედი ამ გზით? იმიტომ რომ ესე ჯობდა ალბათ. ზევიდან პერსპექტივაში. აუ, ჩემს როლს უნდა ვთხოვო და გადამიღოს, იქნება შვენიერი ტელეფონი აქვს. აუ, კიდე მარჯვენა მხარეს ჩამოვედი, ამის დიდავატი. არ დამცინოთ, ბევრი არ დამცინოთ, ვაიმე დედა. ძალიან ბევრი არ დამცინოთ რა. ცოტა შეიძლება. დავრჩი ესე გაშეშეული ხელები აწეული მაქვს. აბა ლაშა. წავედით. მედია გადამიღო ფოტო, რა ვიცი. თუ გადამიღო ჩავსო. ალბათ ცუდი ხარისხი იქნება, მაგრამ მუღამის პონჩი რა. აუ, ვიქო, დიდი წყალი გადმოვიარე კიდე ისიც. გადასავლელი მაქვს. ესე მესამეში დავმარცე, ნორმალური სიჩქარეა. თან ესე დავმარცე, დამიცა. იმიტომ რომ ფეხზე რო დეხარ, რაღაც სიჩქარეში ხონდა დატოვო კაცო, ფეხზე დამგარიცი. კიდანაც წასაყარი იქაც წყალია. ოპა. აი, უფრო აქ უფრო პატარა იქნება ალბათ, ხო? არა, ჩემი რა პატარა. იანგი ცხოვრობს, ეგონი. ეგარი. ეხლა დავაბრუნებ მოტოს და სასტრაფოდ მივუჭდები ვიდეოს, რომ ამ კონტენტის დასაწყისი, თუნდაც პატარა იყოს ვიდეო, მქონდეს უკვე